როცა კითხვას ვსვავთ, თუ რა არის ასტროლოგია, პასუხად გვესმის ზოდიაქოს ნიშნებზე, თანავარსკვლავედებზე, ან ყოველდღიურ ჰოროსკოპებზე საუბარი. თუმცა ასტროლოგია ვიცით, რომ არის გაცილებით ღრმა და ძველი, ვიდრე თანამედროვე პოპულარული წარმოდგენები და შესაბამისად სუსტად დღევანდელ ლექციაში ვეცდები მე მოგიყვეთ ასტროლოგიის ისტორიაზე, განვითარებაზე, მის ფილოსოფიურ საფუძვლებზე და მიმართულებებზე ცოტ-ცოტა ნაწილი რომ გქონდეთ რაღაცა წარმოდგენა თქვენს დაახლოებით. ჩვენ ვიცით, რომ ასტროლოგია ნიშნავს ასტრო არის ვარსკვლავი, ბერძნულიდან არის წარმოშობილი ეს სიტყვა, ლოგია არის სწავლება მეცნიერება. შესაბამისად, ასტროლოგია არის სწავლება ვარსკვლავების შესახებ. თავდაპირველი იმპულსი ასტროლოგიის შესწავლის მიმართ ადამიანის იყო, როგორც პრაქტიკულში გულისხმობთ ახლა ჩვენ ძალიან ელემენტალურ რაღაცეებს. ადამიანს ეხმარებოდა მზე, მთვარის გამოჩენაცაზე დღეს და ღამის განსაზღვრაში, თუნდაც იყო ეს სხვადასხვა პლანეტები თუ ფიქსირებული ვარსკვლავები და აკავშირებდნენ ამ პლანეტების მოძრაობას რაღაც კონკრეტულ მოვლენებთან. ეს როგორც პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა ამ ყველაფერს, ასევე რელიგიურიც. და თავდაპირველად ზუსტად ის ადამიანები ფლობდნენ ამ ცოდნას, რომელიც იყვნენ ზუსტად რელიგიებთან დაკავშირებულები უძველეს კულტურებში. პირველი ესეთი ასტროლოგიური გამოსახულებები აღმოჩენილია საფრანგეთის ლასკოსის პალეოლითურ მღვიმეში, სადაც არის თანავარსკვლავედების სტილიზებული ვარსკვლავური რუკები გამოსახული მაგიურ სიმბოლოებთან ერთად. ევროპაში ადრეული ციური ობსერვატორიების, როგორიც არის მაგალითად სტოუნჰენჯის არსებობა, იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანები იყვნენ დაინტერესებული სხვადასხვა კონკრეტული ასტრონომიული მოვლენების დროით განსაზღვრით. მაგალითად, იქნება ეს ზაფხულის მზებუდობა, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან რელიგიურ რიტუალებთან. თუმცა ციური დაკვირვებები ყოველთვის არ გულისხმობდა ასტროლოგიას. კულტურული ასტრონომია შეისწავლის სხვადასხვა საზოგადოების ასტრონომიულ სისტემებს და რწმენებს. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ასტროლოგია და ასტრონომია უძველეს დროში იყო განუყოფელი ერთმანეთისგან. ეხლა ასტროლოგიის ფესვები, როგორც პლანეტალური მოძრაობის გავლენის შესწავლა ადამიანის ხასიათზე და პოლიტიკურ თუ ბუნებრივ მოვლენებზე, აი ზუსტად ასეთი ასტროლოგიის ფესვები დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 2500 წლით თარიღდება. შუმერებს და ბაბილონელების მეშვეობით განვითარდა მესოპოტამიაში. შუმერებს პლანეტები მიაჩნდათ ღმერთებად და ბაბილონელები თვლიდნენ, რომ პლანეტები ღვთის ნიშანს წარმოადგენდნენ და ამ ნიშნების, ამ პლანეტების წინასწარ განსაზღვრა შეიძლებოდა თუ რომელ თანავარსკვლავედთან გამოჩნდებოდა და აი ამ პროგნოზირებისთვის იყენებდნენ რა, აი ამ ძველ ასტროლოგიას, რომელიც უკავშირდება მთვარის ფაზებს, რაღაც ისეთ დიდ მოვლენებს, ძირითადად ქვია მუნდანური ასტროლოგია და გამოიყენებოდა იმდროინდელი ასტროლოგია სამეფოების დასაგეგმად, ან რაღაცა რელიგიური რიტუალებისთვის, ან რაღაცა ელემენტალური მოსავლის დათესვა, აღება, ან ამინდის წინასწარმეტყველებისთვის. ეს იყო თავდაპირველი მუნდანური ასტროლოგია, რომელიც გამოიყენებოდა აი ამ კუთხით. პირველი ასეთი ჩანაწერები ზუსტად არის თიხის ფირფიტები, შუმერულად ენუმა, ანუ ენლინი, არ ვიცი რამდენად სწორად წარმოვთქვავ, წარმოადგენს წინასწარმეტყველური ნიშნების მთავარ წყაროს, რომელიც გამოიყენებოდა ასტროლოგიური მოხსენებების შედგენისთვის და რეგულარულად ეგზავნებოდა ნეო-ასურეთის მეფეს მისი სწავლულთა წრის მიერ. ასეთი 500-ზე მეტი მოხსენება არის გამოქვეყნებული ასურეთის სახელმწიფო არქივების მერვე ტომში, მათი უმრავლესობა უბრალოდ ჩამონათვალია იმ ნიშნების, რომელიც ასახავს ციურ მოვლენებს. ზოგიერთს დამატებული აქვს ამასთან მოკლე განმარტებები, რაც მეფეს ეხმარებოდა ინტერპრეტაციაში.
ეს შეგვიძლია ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანოთ, თუ მთვარე პირველ დღეს გამოჩნდება, სანდო სიტყვა, ქვეყანა ბედნიერი იქნება, თუ დღე მიაღწია თავის ჩვეულ სიგრძეს ხანგრძლივი მმართველობა მეფეს. თუ მთვარე გამოჩენისას გვირგვინით არის შემოსილი, მეფე უმაღლეს წოდებას მიაღწევს. ანუ ერთ-ერთი ესეთი ჩანაწერია იმ 500-თაგანი. ეს სერია სავარაუდოდ თავისი კანონიკური ფორმით შედგენილი იყო კასიტების პერიოდში, თუმცა გარკვეული სახით ეს ენუმა ანუ ენლილი უკვე არსებობდა ძველი ბაბილონის პერიოდშიც, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 1950-1595 წლები. მისი გამოყენება გაგრძელდა პირველ 1000 წლეულშიც. ყველაზე გვიანი თარიღიანი დათარიღებული ასლი ძველი წელთაღრიცხვით 194 წელს თარიღდება და ითვლება, რომ პირველი 49 ფირფიტა ინდუეთში იქნა გადატანილი ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე ან მესამე საუკუნეებში. ხოლო ბოლო ფირფიტა, რომლებზეც ეხებოდა ვარსკვლავებს, ინდუეთში ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისამდე მცირე ხნით ადრე ჩავიდა. უძველესი ცნობილი ეფემერიდი ვიცით რო არის ციური სხეულების მდებარეობების ცხრილი, თუ რომელი პლანეტა რომელი ნიშანშია, ამას ქვია ეფემერიდი, ძველი წელთაღრიცხვის 1970 წელს თარიღდება. ზუსტად ეს თარიღი ითვლება პროგნოზირების დასაწყისად. მზის და მთვარის დაბნელებები, პლანეტების ფერები და სხვა ნაკლებად შესამჩნევი ციური მოვლენები ბაბილონელების დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა, რათა სახელმწიფოს მომავლის პროგნოზირება მოეხდინათ. ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნისთვის ბაბილონელებმა შეიმუშავეს უკვე ჰოროსკოპული ასტროლოგიის სისტემა და კოსმოგრამის დონეზე ახერხებდნენ ინდივიდუალურად ადამიანებისთვისაც სავარაუდოდ რუკების წაკითხვას. მათ თანავარსკვლავედების ნაცვლად გამოიყენეს ზოდიაქოს ნიშნები ამ განსხვავებაზე, თუ რა განსხვავება თანავარსკვლავედებში და ზოდიაქოებში, ამას შემდეგ ლექციაზე ჩავშლი, უბრალოდ ეს ვიცოდეთ და მათი სამოცობითი არითმეტიკის სისტემის მეშვეობით ჩამოყალიბდა 360 გრადუსიანი ჰოროსკოპი, რომელიც შედგებოდა 12-30 გრადუსიანი ნიშნისგან. ეგვიპტეში და ჩინეთში ცის დაკვირვებასთან ერთვოდა დროის ხარისხისადმი არსებული შეხედულებები, რაც პროგნოზირების მნიშვნელოვან წინსვლას განაპირობებდა. დროის ხარისხი, ანუ განმეორებადი მოვლენები, მაგალითად მთვარის ციკლი და სხვადასხვა პლანეტების განმეორებად თანავარსკვლავედებთან გავლა. ამ ყველაფერს აკვირდებოდნენ და რაღაც მოვლენებს უკავშირებდნენ და ზუსტად ამას გულისხმობს დროის ხარისხი. ეხა ვისაუბრებ ასტროლოგიაზე საბერძნეთში, ელინისტური ასტროლოგია, რომელიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნიდან ჩამოყალიბდა, წარმოადგენდა გარდამავალ სისტემას. გადაინაცვლა ზუსტად აი ამ პერიოდში მუნდანური ასტროლოგიიდან ჰოროსკოპულ პროგნოზირებულ პერსონალურ პრაქტიკაზე. ჰოროსკოპის სისტემა გულისხმობდა სხეულების ზუსტი პოზიციების გამოთვლას ინდივიდის დაბადების მომენტში, რასაც დღესაც მაგით გამოიყენებთ, რათა გაანალიზებულიყო მისი პირადი ბედი, ხასიათი და ცხოვრებისეული მოვლენები. ანუ ზუსტად საბერძნეთში ამ კოსმოგრამას დაემატა უკვე სახლების სისტემა და პერსონალიზდა უფრო მანამდე თუ იყო მუნდანური და გამოიყენებოდა მხოლოდ ერების რაღაცა მასიური მოვლენების წინასწარმეტყველებისთვის, ახლა შესაძლებელი იყო უფრო პერსონალიზებული და ინდივიდუალური ჰოროსკოპების შედგენა. მესოპოტამიური ასტრონომიული აღმოჩენები ანტიკურ საბერძნეთში გავრცელდა, სადაც ისინი ბერძნული მათემატიკური ცოდნის სინთეზში გაერთიანდა. კონკრეტულად ჰიპარქემ აღმოაჩინა ეკვინოქსების პრეცესია, შეამჩნია, რომ დედამიწის ღერძი 1 გრადუსი 72 წელიწადში გადაადგილდება და იმუშავა ეს აღმავალი ნიშნების და განედების გათვლაზე. ზუსტად ეს ნიშნავს სახლების სისტემას და მის დამატებას. ელინისტური ასტროლოგიისთვის სტოიციზმი იყო მნიშვნელოვანი ფილოსოფიური საყრდენი, რადგან მან უზრუნველყო დეტერმინისტული ჩარჩო პროგნოზირებისთვის. ვიტიუს ვალენსი იყო ერთ-ერთი ამ პერიოდის ცნობილი
გრძელი ასტროლოგი, რომელმაც სტოიკური მიდრეკილებების მომხრე იყო და გაანალიზა ბედისწერის როლი, ამტკიცებდა, რომ ბედისწერით დადგენილი შედეგები არის შეუცვლელი, თუმცა ასტროლოგიური პროგნოზირების შესწავლა ადამიანს ანიჭებს სულის სიმშვიდეს და ასტროლოგიის მცოდნე ადამიანი ხდება ბედისწერის ჯარისკაცი, ანუ ბედისწერასთან შეგუების ერთგვარი ფორმა ჩამოყალიბდა, ფატალისტური ხასიათი მიიღო აქ ასტროლოგიამ თითოეული ინდივიდისთვის, რომელიც არ ეწინააღმდეგება ბუნებრივ და ფატალისტურ განსაზღვრულ წესრიგს. ზუსტად ეს ყველაფერი შეიმუშავა ვიტიუს ვალენსმა. სტოიკური დეტერმინიზმის ეს რთული თეორიული ჩარჩო იყო გადამწყვეტი ელინისტური ასტროლოგიის სისტემატიზაციისთვის. მან ბაბილონური ომენები, ღვთაებრივი ნიშნები იგივე, გადააქცია კოსმიური კანონზომიერების თეორიულ სისტემურ დოქტრინად. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა ასტროლოგიის ინტელექტუალური მიმზიდველობა და დაეხმარა მას, რომ ელიტალურ წრეებში არა მარტო წინასწარმეტყველების, არამედ კოსმოლოგიური გაგების ფორმატ ახმული. ზუსტად ელინისტურმა ასტროლოგიამ საფუძველი ჩაუყარა იმ ტიპის ასტროლოგიას, რომელიც დღემდე უცვლელად არის ჩვენამდე მოღწეული, როგორც ტრადიციული ასტროლოგია. მისი ძირითადი ელემენტები, როგორც ახლა ასტროლოგიის ნებისმიერი მიმართულების, არის ზოდიაქოს 12 ნიშანი, სახლების სისტემა და 7 კლასიკური პლანეტა. ეხლა თუ თანამედროვე სისტემაში უკვე გვაქვს უმაღლესი პლანეტები, მაშინ მხოლოდ 7 კლასიკური პლანეტა იყო და სატურნით მთავრდებოდა მზის სისტემის საზღვარი და ამას ეწოდებოდა სეპტენერის პლანეტები. ასევე ასპექტები პლანეტალური და აი ამ ყველაფრით აკეთებდნენ ინტერპრეტაციას. ყველაზე ძველი ჰოროსკოპის ინტერპრეტაცია ძველი წელთაღრიცხვით 410 წლით თარიღდება. ასტროლოგები ასევე წამყვანი ასტრონომებიც იყვნენ იმ პერიოდისთვის. ამ პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგი იყო ასევე კლავდიუს პტოლემეოსი, რომელმაც ძალიან ესეთი ბიბლიის რეპუტაციის მქონე ასტროლოგებში, ბიბლიის რეპუტაციის მქონე წიგნი ტეტრაბიბლოსი დაწერა და ეს წიგნიც შუა საუკუნეებშიც კი ასტროლოგიის სტანდარტულ წყაროდ რჩებოდა. პტოლემეოსი ზოგადად თვითონ ტეტრაბიბლოსში ამტკიცებდა, რომ ასტროლოგია არის ლეგიტიმური, თუმცა არა ზუსტი მეცნიერება, რომელიც აღწერს ციური სხეულების ფიზიკურ ზემოქმედებას მიწიერ ცხოვრებაზე. მან მიზეზობრიობის მექანიზმი გადაიტანა არა ღვთაებრივ წინასწარმეტყველებებზე, არამედ ბუნებრივ ფიზიკურ გავლენებზე. პტოლემეოსი ასტროლოგიურ გავლენებს ხსნიდა სფეროს 4 სეზონის გაზაფხული-ზაფხული შემოდგომა ზამთარი, თვისებებით ეს იქნება არისტოტელეს 4 კატეგორიაა ზუსტად ეს, ტენიანობა, სიცხე, სიმშრალე, სიცივე და აცხადებდა, რომ ზოდიაქოს ნიშნების შესაბამისი გავლენა მიეწერება იმ ადგილებს, რომლებსაც ისინი იკავებენ ციკლში, ანუ სახლებში რა, სახლების სისტემაში. მაგალითად, მან ვერძი მიიჩნია გაზაფხულის დასაწყისად, გაზაფხულის ბუნიობის წერტილად, ამის შესახებ მე ბევრი მაქვს ნასაუბრები, მაგრამ გავიმეორებ, რომ შეესაბამება ციკლის დღის მზის ციკლის ზრდას. ამ მოდელმა ასტროლოგია გამორიცხა ღვთაებრივი ძალების პირდაპირ ინტერვენციის კონტექსტიდან. პტოლემეოსის ამ რაციონალურმა მიდგომამ ასტროლოგიას მისცა საშუალება ინტეგრირებულიყო სამედიცინო თეორიებში, რომელიც მოიცავდა ზოდიაქოს და პლანეტების ასოცირებას ადამიანის სხეულის ნაწილებთან, ანუ იმ პერიოდში ეს ძალიან პოპულარული იყო და ხელსაყრელი ან არახელსაყრელი დროის გათვალისწინებას ავადმყოფობის განკურნების პროცესის პროგნოზირებისთვის. პტოლემეოსის როგორც უდიდესი ასტრონომის რეპუტაციამ და მისი ასტროლოგიის როგორც ნატურალური მეცნიერების დაცვამ უზრუნველყო მისი თეოლოგიური ტოლერანტობა გვიანდელ ანტიკურ და შუა საუკუნეებში. ამიტომაც მოხდა მისი სწავლებების გავრცელება ისლამურ და მოგვიანებით უკვე რენესანსის ევროპულ უნივერსიტეტებშიც. შემდეგ უკვე საბერძნეთიდან ასტროლოგია გავრცელდა რომის იმპერიაში. რომის იმპერიის ადრეულ წლებში ასტროლოგიას ჰქონდა ძალიან მაღალი სტატუსი და მიიჩნეოდა, რომ მომავლის წინასწარმეტყველების ლეგიტიმური საშუალება იყო. იმპერიულ ხანაში ასტროლოგიამ როგორც
რელიგიურმა და ფილოსოფიურმა სისტემამ ცენტრალური როლი ითამაშა აზროვნების ფორმირებაში. შეერწყა კოსმოლოგიას და მისტერიულ კულტებს, როგორიცაა მითრას კულტი მაგალითად, სადაც პლანეტალური სიმბოლიკა გამოიყენებოდა ინიციაციის საფეხურების ორგანიზაციისთვის. რომის პირველმა იმპერატორმა, ეს არის ავგუსტუსი, გამოიყენა ასტროლოგია საკუთარი მმართველობის ლეგიტიმაციისთვის და საჯაროდ აქვეყნებდა თავის ნატალურ რუკას, გამოაქვეყნა, რათა დაემტკიცებინა საზოგადოებისთვის, რომ მისი მმართველობა იყო ბედისწერით განსაზღვრული. მან თავისი მზის ნიშანი თხის რქა იყო, აქცია ოფიციალურ სიმბოლოდ და მოჭრა მონეტებზე, რითიც ასტროლოგია სახელმწიფო პროპაგანდის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. მანილიუსი თავის ასტრონომიკაში ექსპლიციტურად ასახავდა ავგუსტუსის მმართველობას, როგორც კოსმიურად განწირულს იმავე ბედისწერის, რომელიც მართავს ვარსკვლავთა მოძრაობას. გარდა ინდივიდუალური ჰოროსკოპების, უკვე რომში პოპულარული იყო მუნდანური ასტროლოგიაც, მეცნიერმა ვარომ შეუკვეთა რომის ქალაქის ჰოროსკოპი, ასტროლოგები დიდი გავლენით სარგებლობდნენ ამ პერიოდში იმპერატორის კარზე, ჰოროსკოპის საჯაროდ გამოქვეყნება ელინისტურ სამყაროში სამეფო ძალაუფლებაზე პრეტენზიად იკითხებოდა და ამ კანონზომიერების დარღვევა რომის იმპერიაში ასტროლოგებს ტექნიკური საქმიანობის გამო არ შეეძლოთ, რომელიც მათემატიკურ გამოთვლებს მოითხოვდა, ხშირად მოიხსენიებდნენ ლათინური ტერმინით, ეს არის მათემატიკი, მიუხედავად ასტროლოგიის მაღალი პატივისცემისა საიმპერატორო კარზე. პოლიტიკურად სახიფათო პრაქტიკად ითვლებოდა ასტროლოგია, რომის ხელისუფლება პერიოდულად აძევებდა ასტროლოგებს, ეს დაახლოებით დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნიდან, ანუ ქრისტეს შობიდან ახალი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნემდე. თუმცა ამ პერიოდში ფორმალურად აკავშირებდნენ ამ ყველაფერს რელიგიასთან, სინამდვილეში ამას რელიგიასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა და რა თქმა უნდა ჰქონდა ძალაუფლებასთან. იმპერატორებისთვის იყო დაუშვებელი, რომ ქვეშევრდომებს ცოდნოდათ მათი ან მათი მემკვიდრეობის სიკვდილის ან ტახტიდან ჩამოგდების თარიღი და იმ პერიოდში ესეთი პროგნოზების გაკეთება ძალიან პოპულარული იყო. და ზუსტად ამიტომ იდევნებოდა ამ პერიოდში ასტროლოგია. რომის იმპერიის ლეგალური სტატუსის შესახებ ავტორიტეტული კვლევა კრამერს ეკუთვნის, სადაც ის დეტალურად აღწერს ამ პერიოდის დევნებს. ცნობილია, რომ იმპერატორმა ჰონორიუსმა გამოსცა კანონი რომიდან მათემატიკი, იგივე ასტროლოგია, აი ამ სახელით იყო მაგ პერიოდში ცნობილი, განდევნის და მისი წიგნების დაწვის შესახებ. რომში ასტროლოგიის ლეგალური სტატუსი მუდმივად მერყეობდა, ერთი მხრივ ეს იყო ლეგიტიმური და გამოიყენებოდა იმპერიული ძალაუფლების გასამართლებლად. მეორე მხრივ იყო პოლიტიკური დანაშაული, რომელსაც ემუქრებოდა იმპერიულ სტაბილურობას და ზუსტად ამის გამო მიმდინარეობდა დევნა. გვიან ანტიკურ ხანაში უკვე რომის იმპერიის დასავლეთში ფრაგმენტაციის და ქრისტიანობის აღზევების ფონზე ასტროლოგია პროგრესულად დაქვეითდა ამ პერიოდში, თუმცა აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ისლამურ სამყაროში, შენარჩუნდა მისი ცოდნა. ეს არის დაახლოებით უკვე ჩვენი წელთაღრიცხვით მერვე საუკუნიდან, რომელიც ისტორიაში არის ცნობილი როგორც ისლამური რენესანსი. ამ ეპოქაში ისლამური სამყარო იქცა ბრწყინვალე ცივილიზაციის ცენტრად, რომელმაც ინტეგრაცია მოახდინა ძველი ეგვიპტური, სპარსული, რომაული და ბერძნული კულტურების ელემენტების ამ კულტურული აკუმულაციის მთავარი მექანიზმი იყო ბერძნულ-არაბული თარგმანების მოძრაობა, რომელიც ბაღდადში ზუსტად მერვე საუკუნის შუახანებიდან დაიწყო და მეათე საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა. ეს იყო კარგად დაფინანსებული, ანუ ძალიან კარგად ფინანსდებოდა ეს სისტემა, რომლის დროსაც ბერძნული, სანსკრიტული, სასანიდური და სხვა ენებიდან სამეცნიერო და ფილოსოფიური ტექსტები ითარგმნებოდა, მათ შორის ასტროლოგიასთან დაკავშირებით ტექსტებიც.
ამ ინტელექტუალური პროექტის პოლიტიკური კონტექსტი იყო გადამწყვეტი. აბასიანი ხალიფები, მაგალითად ეს იყო ალ-მამუნი, დიდ რესურსებს ხარჯავდნენ თარგმნელის დაფინანსებაზე. არსებობს ცნობები ამის შესახებ, რომ ვინც თარგმნიდა, რა წონასაც იწონიდა ის წიგნი, რაც თარგმნა, იმ წონის ოქროს აძლევდნენ, ოქროს უხდიდნენ. ეს პატრონაჟი ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზნებს, ხალიფები არაბი ხალიფები ცდილობდნენ განემტკიცებინათ თავიანთი ძალაუფლება, მიეღოთ განათლებული მფარველი სტატუსი და თავიანთი ძალაუფლება მიეღოთ დაეჩრდილათ უბრალოდ ბიზანტიის იმპერატორები თავიანთი განათლებულობით, ცოდნით და ფეხ-აწობით თანამედროვეობასთან, რომელიც იმ პერიოდში იყო ცნობილი და პოპულარული, რომლებსაც უკვე ამ პერიოდში მიიჩნევდნენ ელინისტური ტრადიციის დაცემის დაშვებაში, ანუ რომში ვიცით რომ იდევნებოდა ასტროლოგია. ასტროლოგია იყო არა მარტო მეცნიერება, არამედ იმპერიული პროექტიც. 762 წელს ბაღდადში მშვიდობის ქალაქი დაიფუძნა, ეს ხალიფა ალ-მანსური იყო და მისი მონაწილეობით წარიმართა, რათა ქალაქის სიდიადე ვარსკვლავებში ამოეტვით ფრად. ეს ფართო მასშტაბიანი ინფრასტრუქტურა და ფინანსური მხარდაჭერა იყო აუცილებელი პირობა ასტრონომიული დაკვირვებების ინსტრუმენტების, როგორიც არის ასტროლაბის განვითარებისთვის. ისლამური სწავლულები არ შემოიფარგლებოდნენ მარტო თარგმნით, ან ვითარებდნენ კიდევაც პტოლემეოსის იდეებს და იმ პერიოდში ასევე ძალიან განვითარდა არაბული პარსების სახელით არის ცნობილი, რაც ელინისტურ პერიოდშიც არსებობდა და ჰერმეტული პარსები ეწოდებოდა, თუმცა იმდენად განვითარდა ამ პერიოდში არაბულ კულტურაში, რომ დღესაც აი ამ სახელწოდებით ვიცნობთ თანამედროვე ასტროლოგიაში, როგორც არაბული პარსები, არაბული წილები, ხო? კიდევ ეხა იბნ ალ-ჰაისამი თავის ნაშრომში სდება თარგმნას და ავითარებს ასევე პტოლემეოსის სისტემის კრიტიკას, ციური მოძრაობის მათემატიკურ მოვლენებს ფიზიკურ წარმოდგენებად გარდაქმნის გზით. ისლამური ასტროლოგია იყო სინთეზური, სწავლულებმა ბერძნულ და სასანიდურ ტრადიციებთან ერთად შეითვისეს ელემენტები ინდური ასტროლოგიიდანაც, მათ შორის მთვარის სახლების კონცეფცია. ალ-სუფიმ თავის წიგნში გააერთიანა პტოლემეოსის თანავარსკვლავედების რუკები არაბულ ტრადიციებთან, მისი ილუსტრაციები გახდა ამ თანავარსკვლავედების კანონიკური წარმოდგენები, რომლებიც ფართოდ ვრცელდებოდა ევროპაშიც. აქედან გამომდინარე, ისლამური სამყაროს როლი უნდა განიხილებოდეს არა როგორც ანტიკური ცოდნის პასიური დამცველის, არამედ როგორც აქტიური ინტელექტუალური სინთეზის და დახვეწის ცენტრიც. სწორედ ამ ინტელექტუალურმა დახვეწამ, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა კულტურულ მემკვიდრეობას და მოიცავდა ასევე კრიტიკასაც, უზრუნველყო ცოდნის გაღვივება რენესანსის ეპოქაში. მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ ამ პერიოდის ალ-ბირუნი, მაშალაჰი, ალ-ქინდი. შემდეგი პერიოდი არის აღორძინების ეპოქის ასტროლოგია. შუა საუკუნეების დასასრულმა ასტროლოგიური აღორძინება მოიტანა, რომელიც იღებდა ესპანეთში სათავეს, მას შემდეგ რაც მავრები გააძევეს ესპანეთიდან, შედარებით ტოლერანტული კულტურა ჩამოყალიბდა, რამაც ცოდნის მრავალფეროვანი გაღვივება და განვითარება გამოიწვია და ასტროლოგიის განათლების ახალ ცენტრებად ესპანეთის ტოლედო და საფრანგეთის შარტრი იქცა. ცვლილებების სულისკვეთებამ ასტროლოგიური აზრის დიდ განვითარებას შეუწყო ხელი, გრიგორიანული კალენდრის რეფორმა, ბეჭდვის ტექნიკა, იოჰან კეპლერის მიერ პლანეტარული მოძრაობის კანონზომიერების აღმოჩენამ უკვე ასტროლოგიის სახლების სისტემის გამოსათვლელი მათემატიკური მეთოდების გაუმჯობესების ახალი ჩარჩო ჩამოაყალიბა. ტიხო ბრახემ და კეპლერმა ასტრონომიული დაკვირვებების და მეცნიერული კანონების სისტემატიზაციის უდიდესი მიღწევები შექმნეს, თუმცა ამავდროულად ასტროლოგიითაც აქტიურად იყვნენ დაკავებული. ეს იყო უკანასკნელი პერიოდი, როცა ასტრონომები და ასტროლოგები მუშაობდნენ ერთად. კოსმოსის სტრუქტურის შესახებ ახალი ხედვები, ეს ჰელიოცენტრული მოდელი, ანუ მაგ პერიოდში ჩამოყალიბდა, რომ დედამიწა მოძრაობს ის გარშემო და არა მზე დედამიწის გარშემო, არ აღმოჩნდა ასტროლოგიის საფუძვლების მყისიერი დესტრუქციის მიზეზი. პირიქით, სხვა მეცნიერებებმაც გარკვეულწილად მასზე დაიწყეს დაყრდნობა და თანამედროვე მედიცინის დამფუძნებელმა ეს იყო პარაცელსუსი, განაცხადა, რომ როგორ შეიძლება ექიმა, რომელიც არ იცნობს ცას,
ადამიანი განკურნოს და მოახდინოს მისი მიკროკოსმოსის ფორმირება. იმ დროის განმავლობაში მრავალი სახელმწიფო მმართველი და რელიგიური ლიდერსაც ყავდათ კარის ასტროლოგები, ესეთი იყო ელიზაბეთ პირველის კარზე მსახური ჯონ დი, რომელიც სავარაუდოდ თავისი ეპოქის ყველაზე განათლებული ადამიანი იყო ბრიტანეთში. შემდეგი ეს ასტროლოგიის რენესანსი ოქროს ხანა გაგრძელდა ბაროკოს პერიოდამდე, ეს არის დაახლოებით მე-17 საუკუნე. ამის შემდეგ მისი გავლენა შემცირდა რამოდენიმე ფაქტორის გამო, მეცნიერების განვითარებამ, სხვადასხვა დისციპლინაში ასტრონომებს დაარწმუნა ასტრონომები, რომ კოსმოსი მხოლოდ ფიზიკური კანონებით იყო აღწერადი. მეცნიერებმა თავიანთ სფეროში განიცადეს პროგრესი, ასტროლოგები სირთულეებს გადააწყდნენ თავიანთ პროგნოზებში, რომელიც ხშირად იყო არასწორი და ამასთან ქრისტიანობა უფრო და უფრო მეტად უტოლებდა ასტროლოგიას ერესს. რეფორმაციის ლიდერიც მარტინ ლუთერი მოღვაწეობის დასაწყისშივე უარყოფდა ასტროლოგიას. კათოლიკური ეკლესიის ყველაზე გავლენიანმა ორდენებმა იეზუიტებმაც ასევე უარყვეს ის, რამაც თავისთავად ასტროლოგიის პოპულარობა დაბლა დაწია. ჯონ კალვინმა, ისევე როგორც ოლივერ კრომველმა, ბრიტანეთში მონარქიის დამხობისას ასტროლოგია კიდევ უფრო მკაცრად ჩაახშვეს, ვიდრე კათოლიკურმა ეკლესიამ. საბოლოოდ 1700 წლამდე უნივერსიტეტების უმრავლესობამ ასტროლოგია აკადემიური პროგრამიდან ამოიღეს. შემდეგ უკვე ამ პერიოდს მოყვება ასტროლოგიის განვითარების განათლების ეპოქა და ეს არის მე-18 საუკუნის განმანათლებლობის პროცესი, რომლის შედეგადაც ასტროლოგია გავიდა საზოგადოების დისკურსიდან 1791 წელს ურანის აღმოჩენამ, რომელმაც რაღაცა შოკი გამოიწვია, ასტროლოგიის რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა. გერმანიაში ასტროლოგიის აკადემიური ეპოქა დასრულდა 1817 წელს, როცა პროფესორმა იულიუს ვილჰელმ ანდრიას ფაფმა ერლანგენის უნივერსიტეტში თავისი ბოლო ასტროლოგიური ლექცია ჩაატარა. მე-18 საუკუნის განმავლობაში და მე-19 საუკუნის უმეტეს ნაწილში ასტროლოგთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ პერიოდში ასტროლოგიის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ფერმერების ალმანახები, რომელიც დათესვის, მოსავლის აღების, თვის სასარგებლო დღეებს და მთვარის ციკლს მოიცავდა და ფერმერები იცავდნენ და მიყვებოდნენ აი ამ ძველ ნაცად ტრადიციებს. თუმცა ასტროლოგია არ დასრულებულა ამ ყველაფრით, მე-19 საუკუნის ბოლოს კვლავ აღორძინდა და ეს ტენდენცია გრძელდება დღემდე. აღორძინების მიზეზი არის აქ მრავალფეროვანი. მე-19 საუკუნის შუა პერიოდის რომანტიზმის მოძრაობამ და არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა დაკარგული რწმენებისადმი ახალი ცნობის მოყარეობა გააღვივა. ეს მასონების, როზენკროიცერების თუ თეოსოფიური საზოგადოების სხვადასხვა ორდენები იზიდავდნენ ადამიანებს, რომლებსაც ეზოთერული ცოდნა აინტერესებდათ. ასტროლოგიური გამოთვლები უფრო გამარტივდა, იმიტომ რომ 1894 წელს უკვე დროის ზონები შემოიღეს, ეს ჩვენთვის ნაცნობი საერთაშორისო დრო და GMT ცხრილები, რომელსაც ვიყენებთ ასტროლოგები. ასტროლოგები ღიად შეხვდნენ მეცნიერულ აღმოჩენებს ასტროლოგიაში, ახალ იდეებს უკეთებდნენ ინტეგრაციას, არა მხოლოდ ახალ აღმოჩენილ პლანეტებს შეისწავლიდნენ, არამედ ფსიქოლოგიასა და ფსიქოანალიზსაც. ზოგიერთი ახალი თაობის ფსიქოლოგი, როგორიც არის მაგალითად კარლ გუსტავ იუნგი, ასტროლოგიას მდიდარი სიმბოლიზმითა და პიროვნული ინტროსპექციის წყაროდ მიიჩნევდა. ამავე დროს ასტროლოგებმა, როგორიც იყო მაგალითად დენ რადიარი და თომას რინგი, დენ რადიარი ითვლება თანამედროვე ჰუმანისტური ასტროლოგიის ფუძემდებლად, ისეთი ასტროლოგიის, რომელიც დღემდე არის, ანუ ასტროლოგია ფატალისტური ხასიათიდან გადაყავს უკვე განვითარების ინსტრუმენტად და ამ პირველ მარცვლებს ზუსტად აი ამ მიმართულებით ჯერ გვაძლევს იუნგი, შემდეგ რადიარი ავითარებს და აყალიბებს სისტემას, ხოლო თომას რინგს გერმანიაში უწოდებენ როგორც გერმანელი რადიარი. იმდენად ძლიერი იყო ისიც თავის სფეროში. ხო, კიდე ისე თქვა, ანუ საფუძვლიანად გადახედეს ამ ფატალისტურ ასტროლოგიურ იდეებს.
დღევანდელი ასტროლოგიური აზროვნება ზუსტად აერთიანებს სხვადასხვა ელემენტს, რომლებმაც ისტორიულად გავლენა მოახდინეს მის განვითარებაზე. სერიოზული კვლევა და ინტერპრეტაცია, რომელიც სხვა მეცნიერებებთან აქტიური იდეების გაცვლით ივსება, ზუსტად უკავშირდება ახლა თანამედროვე ასტროლოგიას. მიუხედავად ამისა, მეცნიერების უმეტესობა დღემდე მკაცრად ეწინააღმდეგება ასტროლოგიას და კვლავ ინარჩუნებს პოპულარული, ხშირად გამარტივებულ სახეს, როგორც თანამედროვე გაზეთებში დაბეჭდილი ან თუნდაც ტელევიზიით გადმოცემული ასტროლოგია შემცირდა იმ მზის ნიშნის ასტროლოგიამდე და დღემდე ხალხი დიდწილად ასე იცნობს. მიუხედავად ამისა, ისტორიკოსები, არქეოლოგები და ლიტერატურმცოდნეები სულ უფრო მეტად აღიარებენ ასტროლოგიის როლს საზოგადოებაში, როგორც შესწავლის ღირებულ თემას. ასტროლოგიაში ვიცით, რომ არსებობს სხვადასხვა მიმართულებები, რომელიც კონკრეტულ მიმართულებას იწვევს. თავდაპირველად იყო მუნდანური ასტროლოგია, რომელიც ასტროლოგიის ისტორიის პირველი ნაწილი არის, რომელიც იკვლევდა ერებს, მასიურ მოვლენებს, კატაკლიზმებს, ეს არის ზუსტად მუნდანური ასტროლოგია. შემდეგ უკვე ნატალური ასტროლოგია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ზუსტად საბერძნეთში, ელინისტურ პერიოდში და სადაც შემოიღეს სახლების სისტემა და ინდივიდუალის და უკვე ეს და რომელიც შეისწავლის ადამიანის ხასიათს, პოტენციალს, თუმცა მაშინ ქონდა ამას ფატალისტური ხასიათი, ეხლა კი უკვე განვითარების პერსპექტივაში ვკითხულობთ აი ამ ყველაფერს. შემდეგია პროგნოსტიკული ასტროლოგია, რომელსაც ასევე იყენებდნენ უძველესი დროიდან მუნდანური ასტროლოგიის სხვადასხვა დაბნელებები იქნება ეს მთვარის ფაზების ცვლილებები, თუ პლანეტების სფერები, რაც უკვე აღვნიშნეთ, ეს გამოიყენებოდა პროგნოზირებაში. შემდეგ უკვე როცა პერსონალის და სახლები დაემატა და მაგ სახლების დახმარებით უკვე პერსონალურად მეფისთვის ან თვითონ ქალაქის რუკისთვის ადგენდნენ რაღაც კონკრეტულ მოვლენებს. თუმცა დღევანდელი პროგნოსტიკური ასტროლოგიაც ძალიან წარმატებით გამოიყენება უკვე ინდივიდუალურად ადამიანთან სამუშაოდ და ძალიან კარგი იარაღია ადამიანს მისცე განვითარების მიმართულება. თუ როგორ უნდა წაიყვანოს ან როგორ პერსპექტივაში დაინახოს თავისი ამჟამინდელი სტრესული მოვლენები, თუ რა ვიცი, ან უკეთესად დაგეგმოს თავისი ცხოვრება. ჰორარული ასტროლოგია ვიცით, რომ ეს არის ასტროლოგიის უძველესი ფორმა, აქ ისტორიაში არ აღმინიშნავს, მაგრამ ჰორარული ასტროლოგიის ფუძემდებელი ვიცით, რომ არის უილიამ ლილი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ზოგადად ასტროლოგიაში, ქრისტიანული ასტროლოგია ესეთი წიგნი აქვს მას დაწერილი და თვითონ ესეთი ინფორმაცია არსებობს ლილიზე, რომ ის თავის მსახურს ხშირად ამალინებდა რაღაც კონკრეტულ ნივთს და შემდეგ ჰორარული რუკის დახმარებით ეძებდა, თუ შეიძლებოდა ყოფილიყო. ძალიან საინტერესო ადამიანი იქნებოდა. შემდეგი არის ელექტიური ასტროლოგია, ანუ ჰორარული ასტროლოგიაზე არ მithქვამს, რომ იქ რუკას უსვავ კითხვას და ის კონკრეტულად პასუხობს კი ან არა. ანუ ვინც უკეთ დახვეწილად იცის, შეუძლია, რა თქმა უნდა, ისიც გაიგოს თუ სად. ანუ რას ეკითხები, პასუხობს რა რუკა. შემდეგი არის ელექციური ასტროლოგია, ეს არის ამორჩევითი დროის ამორჩევით ასტროლოგია, ანუ ადამიანი რო გეგმავს მაგალითად ქორწინებას, იქ საათებსაც პლანეტები აღნიშნავს, პლანეტალურად აღინიშნება და ყველაფერი ამის გათვალისწინებით იგეგმება. შემდეგი ასტროლოგია მუნდანური ვთქვით უკვე, ფსიქოლოგიური ასტროლოგია, რომელიც ზუსტად იუნგიანური იუნგისანელი ასტროლოგები მისდევენ მას. ფსიქოლოგიური ასტროლოგიის სასწავლო ცენტრი ბრიტანეთში ჩამოყალიბეს ლის გრინმა და ჰოვარდ სასპორტასმა, რომლებიც არიან ძალიან იყვნენ. ჰოვარდ სასპორტასი იყო, ლის გრინი დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას. ძალიან ესეთი პროდუქტიული ნამუშევრები გვაქვს მათი წიგნები და ძალიან ბევრის მომცემი. თუ გვაინტერესებს ადამიანის ფსიქიკა ასტროლოგიასთან მიმართებით, აუცილებლად უნდა წავიკითხოთ ეს წიგნები. სამედიცინო ასტროლოგია, რომელიც კონკრეტულ დაავადებებს იკვლევს ადამიანის სხეულთან შესაბამისობაში, ფიზიოლოგიასთან შესაბამისობაში, ასევე გვაქვს კარმული ასტროლოგია, რომელიც იკვლევს წინა ცხოვრებებს, თუმცა კარმული ასტროლოგია შემდეგ განვითარდა
უფრო სინთეზში ვითარდება ეს სამი ასტროლოგია, როგორიც არის ფსიქოლოგიური, კარმული და ევოლუციური. იმიტომ რომ ყველა მაინც ერთ და იგივესკენ მიდის, რომ ადამიანი არის თავისუფალი ნების მქონე, რომელსაც შეუძლია რაღაცა კონკრეტული არჩევანი გააკეთოს და კონკრეტული გზით წავიდეს. შემდეგი ასტროლოგია, რომელიც ბიზნეს ასტროლოგია, რომელიც რაღაცა კონკრეტული საქმის განვითარება, დინამიკა როგორ იქნება, არის ურთიერთობების ასტროლოგია, რომელიც შეგვიძლია ორ ადამიანს შორის დაადგინოს ურთიერთობების დინამიკა, ასევე ჯგუფებს შორის, ქვეყნებს შორის, ანუ ეს უკვე ინდივიდუალურია, რას განვიხილავთ, ხო? ასევე გვაქვს მეტეოროლოგიური ასტროლოგია, რომელიც შეისწავლის ამინდის პროგნოზირებას, ასევე გვაქვს ასტროკარტოგრაფია, მოკლედ ძალიან ბევრი მიმართულება არის, შეიძლება ეხლა რაღაცაც გამომჩეს, მაგრამ არა უშავს. ასტროკარტოგრაფია არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება, რომელიც არის რელოკაციის უფრო ჩამოყალიბებული სრული ვარიანტი. შემდეგ უკვე გადავიდეთ ახლა ასტროლოგიის არსზე და მის გასაგებად განვიხილოთ უნივერსალური და არქეტიპული ფაქტორები, რომლებიც ყოველ ცოცხალ არსებას საფუძვლად უდევს და ჩვენ ყოველი გამოცდილების გააზრების მცდელობას განაპირობებს. ზუსტად ამ არქეტიპების ავტორი ვიცით კარლ გუსტავ იუნგი არის, რომელიც წარმოადგენს კოლექტიური არაცნობიერის ძირითად სტრუქტურულ კომპონენტებს, რაც არის უნივერსალური ადამიანის ფსიქიკაში თანდაყოლილი სურათები, სიმბოლოები ან როლები, ზუსტად ეს არქეტიპები, რომლებიც თავს იჩენს სიზმრებში, მითებში, ლიტერატურაში და კულტურაში. ეს არის სურათ-ხატები, დედის არქეტიპი, მაგალითად დედას რა მზრუნველობა, ადამიანის მოვლა, მზრუნველობა, კვება, რაც ავალია რა და რაც გადმოეცემა რაღაცა არაცნობიერით, ხო, ეს ცოდნა, რომელსაც ინსტინქტურად ასრულებს ადამიანი, ზუსტად ეს არის არქეტიპები. იუნგი თვლიდა, რომ არქეტიპები ჩვენ ქვეცნობიერში ინახება და დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე, ქცევებზე და ასევე ურთიერთობაზე. ეს არის რეალობაში მანიფესტირებული საგნების, არსისა და შინაგანი ბუნების ძიება. იგივეა, რაც რეალობის არქეტიპული დონის ძიება. თუ გარშემო მიმოვიხედავთ და საკუთარ ცხოვრებას გავიაზრებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაფერი ნამდვილად მნიშვნელოვანი არის დაფარული. მით უფრო იმგვარი რეალობის ფონზე, რომელსაც გვთავაზობთ დღევანდელი მასმედია თუ ნებისმიერი ინფორმაციის გამავრცელებელი რაღაც მოწყობილობა, რამდენი ცოდნაც არ უნდა დავაგროვოთ, მისი არსი დღევანდელ დღეს თითქოს არ ჩანს, გარდა იმ სფეროებისა, რომლებიც ადამიანის და სამყაროს ერთიანობას მიუთითებს და შეისწავლის და ეს ერთიანობა, ანუ კავშირი ადამიანს და მისი გარემოს შორის ასტროლოგიის ყველაზე ფუნდამენტალური პრინციპია. იუნგმა თავის მოღვაწეობით აჩვენა, რომ ინდივიდუალური ფსიქიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალები, ისევე როგორც მთელი კულტურების ფსიქოლოგიური შაბლონები, ადამიანის ფსიქიკაში არსებული არქეტიპული ფაქტორების მანიფესტაციებია. ეს არქეტიპები ფსიქოლოგიური რეალობის ფუნდამენტალურ ელემენტებს წარმოადგენენ. იუნგი ამ ფსიქიკურ ფენას კოლექტიურ არაცნობიერს უწოდებს, ხოლო არქეტიპებს განიხილავს როგორც უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც მთელ ფსიქოლოგიურ ცხოვრებას ამოძრავებენ, როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე. და ზუსტად ეს უკავშირდება 12 ზოდიაქოს ნიშანს. როგორც ასტროლოგიაში, ისე მითოლოგიაში ეს უნივერსალური პრინციპები მთავარი შესწავლის საგანია, თუმცა მითოლოგია ხას უსვავს არქეტიპების კულტურულ გამოხატულებას, ასტროლოგია იყენებს თავად არქეტიპულ პრინციპებს თავის ენად, რათა გააანალიზოს და გაიგოს ფუნდამენტალური ძალები და კანონზომიერებები, როგორც ინდივიდუალურ, ისე კულტურულ ცხოვრებაში. ისტორიულად არსებობს მჭიდრო კავშირი კონკრეტული კულტურის მითოლოგიას და მის ასტროლოგიურ სისტემას შორის. შესაძლოა ასტროლოგია ყველაზე ყოვლისმომცველ მითოლოგიურ სისტემადაც კი ჩავთვალოთ, თუ ამ კუთხით განვიხილავთ, რომელიც ოდესმე შექმნილა ადამიანის კულტურაში. მითოლოგია იდეალურ შემთხვევაში კულტურისთვის ცოცხალი აღმშენებლური ძალაა, რადგან აჩვენებს ადამიანის კავშირს უფრო ვრცელ,
უნივერსალურ რეალობასთან. ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ განვითარების და წესრიგის მოდელი, რომელმაც მათი კოლექტიური ცხოვრება უნდა წარმართოს და ინდივიდუალური გამოცდილებები აზრითა და მნიშვნელობით გააავსოს. მითოლოგიური ღმერთები, ისევე როგორც პლანეტები ასტროლოგიაში, ცოცხალი ძალები და პრინციპებია, რომლებიც სამყაროს და თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მოქმედებს. იუნგის კვლევების შედეგებიც ამ მოსაზრებას ამყარებს ზუსტად. ხშირად შევხვდებით ფსიქოლოგიური ასტროლოგიის ტექსტებშიც ესეთ ფრაზას, რომ ზოდიაქო არის მითი, რომელიც ხორციელდება ადამიანში, ცოცხლდება ადამიანში. ჩემი რწმენით ასტროლოგია სწორედ იმ ფუნდამენტალური ძალების და ფუნქციების გასაგებად გვაძლევს გასაღებს, რომლებიც ადამიანს ამოძრავებს, რადგან ის ყველაზე ყოვლისმომცველი, ამავდროულად ყველაზე ზუსტი ენერგეტიკული ენაა, რომელიც ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. ისევე როგორც ხილულ სამყაროში, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროშიც, მითოლოგიურ სამყაროში არსებობდა ევოლუცია, ცვლილებების სერია, რომელიც გარკვეულ კანონზომიერებებს ემორჩილება. როგორ შეიცვალა ადამიანის გაგება თავისი ღმერთების და რელიგიების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ არსებობენ სხვადასხვა ფორმით, ასევე არსებობს ასტროლოგია და მისი საჭიროება ადამიანისთვის, მიუხედავად ყველა მცდელობისა, რომ ის უარყონ. თუმცა საჭიროა ჩვენი შეხედულებების გადაფასება, ასტროლოგია აღარ უნდა ავიღოთ ტრადიციული წარმოდგენის მიხედვით, როგორც ციურ ნიშნებზე დაფუძნებული უცვლელი ბედისწერის სისტემა და წინასწარმეტყველების იარაღი. ამის ნაცვლად უნდა გამოვიყენოთ როგორც შემეცნების გზა, რომელიც გვიჩვენებს ჩვენ ძირითად ბუნებას, ჩვენს ადგილს სამყაროში და გვეხმარება ვიცხოვროთ კრეატიულად და სრულყოფილად. სხვანაირად რო ვთქვათ, ასტროლოგიას შეგვიძლია მივუდგეთ როგორც ცნობიერებად გამოყენებად მითოლოგიას. თანამედროვე დასავლური ადამიანი განვითარების იმ ეტაპზე მივიდა, როცა მისთვის აღარ არის საკმარისი იცხოვროს გაუცნობიერებლად, მოძველებული მითებით, მკაცრი დოგმებით ან არქაული ტრადიციებით, მაგრამ მეტისმეტად შორს წავიდა თავის მსხლობაში, გაეთავისუფლებინა თავისი საზღვრების და ტრადიციებისგან საკუთარი თავი. მან დაკარგა კავშირი თავისი არსებობის არქეტიპულ საფუძვლებთან, იმ წყაროსთან, რომელიც მას სტაბილურობას და სულიერ ფსიქოლოგიურ საზრდოს აძლევს. ასტროლოგია შეიძლება იყოს გზა, რომელიც ადამიანს კვლავ აკავშირებს თავის შინაგან ბუნებასთან და სამყაროს ევოლუციურ პროცესთან. ასტროლოგიის გაგებაში და გააზრებაში ჩვენ სამყაროს უნივერსალური პრინციპები უნდა დავიხმაროთ, რომელიც ჩამოყალიბებულია ჰერმეს ტრისმეგისტოსის მიერ ქიბალიონში და მას აქტიურად იყენებდნენ და დღემდეც იყენებენ სხვადასხვა ეპოქებში, ეს იქნება ფილოსოფოსები, ასტროლოგები, ოკულტისტები თუ გნოსტიკოსები. ეს პირველი არის მენტალიზმის პრინციპი და მისი მიხედვით ყველაფერი არის აზრი, სამყარო წარმოადგენს აზრულ ფორმას. ეს პრინციპი განასახიერებს ჭეშმარიტებას, რომ ყველაფერი წარმოადგენს აზრს, ფიქრს. ყველაფერი, რაც გვევლინება, განსხეულებული, ფორმაშესხმული რეალობის გარეგნული გამოვლენების სახით, ამ ცნობიერის სახით, ეს ყველაფერი არის აზრი და ფიქრი, რასაც ჩვენი გრძნობათა ორგანოები აღიქვავენ. ეს ყველაფერი, ცნობიერება იგივე სულია, რომელიც თავისთავად არის შეუცნობელი და განუსაზღვრელი. ღმერთი ყველგანაა, იგივე ეს შეგვიძლია მენტალიზმის პრინციპს შევსაბამოთ. სამყაროს უსასრულო ცოცხალი გონია ეს, ხო? აზრი, რომელიც ქმნის ფორმას. ასტროლოგია უკავშირდება ფორმას და სტრუქტურულ პრინციპებს, რომლებიც ყველა ორგანიზებულ სისტემას ახასიათებს. შეისწავლის ადამიანის ზუსტად როგორც ორგანულ სისტემას, რომელიც ემორჩილება უნივერსალურ წესრიგს და მისი ნამდვილი მიზანი ყოველთვის იყო და უნდა დარჩეს უნივერსალური წესრიგის არსებობის ჩვენება. ასტროლოგიის მთავარი მიზანი არის ეს. შემდეგი გვაქვს შესაბამისობის, იგივე ანალოგიის პრინციპი, რომელიც ძალიან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი ასტროლოგიის, ეს არის როგორც ზევით ისეა ქვევით, როგორც ქვევით ისეა ზევით, როგორც შიგნით ისეა გარეთ, ხო? მიკროკოსმის და მაკროკოსმის შესაბამისობა. შეხედულება, რომ ინდივიდის შიგნით მიმდინარე ფუნქციები და ფაქტორები ასახავს ან მინიმუმ კავშირშია უნივერსალურ პრინციპებსა და პროცესებთან. სამყარო არის ერთიანი პროცესი და შედგება უთვალავი ურთიერთგადაჯაჭვული ენერგეტიკული ველისგან. შესაბამისად, ყოველი ინდივიდის ენერგეტიკული ველი მჭიდროდ არის დაკავშირებული მის უფრო დიდ კოსმიურ გარემოსთან, ანუ მთელი სამყარო მიკროკოსმოსში, ანუ ადამიანშია ჩადებული და პირიქით.
ვარსკვლავების განლაგება ცაზე განიხილებოდა როგორც დიდი ადამიანი ან კოსმიური ადამიანი. ამგვარი კავშირის ერთ-ერთ მაგალითი შეიძლება დავინახოთ ატომის და მზის სისტემის შედარებაში, რომელიც ძალიან პოპულარულია და ხშირად გვხვდება ხოლმე ასტროლოგიის წიგნებში. ატომი მაკროკოსმური მზის სისტემის მიკროკოსმია. ამავე იდეას ინგლისელმა მეტაფიზიკოსმა პოეტებმა უწოდეს შესაბამისობის პრინციპი. ამ მიდგომის მთავარი აზრია, რომ თუ შევისწავლით ციკლებს და კანონზომიერებებს დიდ სისტემაში, მაგალითად პლანეტებში, მზის სისტემაში, მაშინ შევძლებთ გავიგოთ ციკლები და კანონზომიერებები საკუთარ თავში. იუნგმა ამ კანონს სინქრონულობა უწოდა და განსაზღვრა როგორც მიზეზობრიობისგან დამოუკიდებელი კავშირი მოვლენებს შორის. ასტროლოგიასთან დაკავშირებით იუნგი ამბობს, ყველაფერი, რაც წარმოიშვება ან ხდება გარკვეულ მომენტში, აუცილებლად ატარებს ამ კონკრეტული დროის თვისებებს. შემდეგი გვაქვს ვიბრაცია, ანუ სინქრონულობა, ხო? ეს უკავშირდება მაგალითად ჩქარა დაბადებას, ცეცხლის ჰაერის ასცენდენტები, ნელა დაბადებას, უფრო წყლის და მიწის ასცენდენტები, ან თვითონ თვისებებს სტიქიებთან, თვითონ ზოდიაქოს ნიშნებთან და სინქრონულობას გარშემო რაც ხდებოდა. მაგალითად მორიელის ასცენდენტით დაბადებულ ადამიანებთან ხშირად იბადებიან მორიელის ასცენდენტით, როცა ოჯახში არის სტრესი, ან არის სიკვდილსიცოცხლის საფრთხე, ან თვითონ დედის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, მაგალითად ლომის ასცენდენტით შეიძლება დაიბადოს ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი პატივით ელოდებიან და დიდი სიყვარულით. და ანუ ესე შეგვიძლია წავიდეთ სინქრონულობის პრინციპია, ხდება რა პერიოდშიც იბადება, რა ასცენდენტიცაც იმ გარემოში ხდება ადამიანი იმ კონკრეტულ მომენტში. შემდეგი გვაქვს ვიბრაციის პრინციპი, რომ არაფერი არ არის უძრაობაში და ყველაფერი ვიბრირებს. რომ ყველაფერი მოძრაობის და დინამიკის მდგომარეობაშია და ზუსტად ასტროლოგიაშიც რუკაც კი, რომელიც გვაქვს ნატალური რუკა და შემდეგ ჩვენ ვისწავლით ასტროლოგიის განვითარებას პროგნოზირების მეთოდებში, ის ნატალური რუკა ვითარდება დროთა განმავლობაში, რომელსაც ეწოდება პროგრესული რუკა, ნატალური რუკის განვითარებული ვერსია. მაგრამ ის ნატალური რუკა, რა თქმა უნდა, რჩება უცვლელი, ის პოტენციალი და ეს პროგრესული რუკა გვაძლევს გახსნის საშუალებას. თავდაპირველად ეს ჰერმეტიკოსების პრინციპი ჩამოაყალიბეს ძველმა ეგვიპტელმა ოსტატებმა, ეს არის ენერგია მენტალსა და სულს შორის, არის განსხვავება ვიბრაციის სიხშირეებში და ეს ვიბრაციის პრინციპი ასტროლოგიაში ვლინდება როგორც ცნობიერების დონეები, ეს არის ფიზიკური, ემოციური, მენტალური და ამიტომ ხშირად არ ემთხვევა ხოლმე რაღაცა პროგნოზები. შეიძლება ადამიანმა გითხრას, რომ რაღაცა დოზით გარედან შემოვა მოვლენა, მაგალითად იუპიტერი მეათე სახლში და რაღაცა დაწინაურება, მაგრამ ამ დროს შეიძლება რაღაცა სულიერ პლანზე მოხდეს, რომ შენი ნამდვილი მიზანის კენ გაგეხსნას ხედვა. პერსპექტივა გაგეხსნას, ხო? არ არის აუცილებელი, რომ გარეგნულად ფიზიკურ დონეზე გამოვლინდეს ეს მოვლენები. და ზუსტად აქ ვლინდება ასტროლოგიაში ეს პრინციპიც. პოლარობის პრინციპი ყველაფერი რო ორმხრივია, აქ ორი პოლუსი, თავის საპირისპირო მხარეები, ეს კარგად ვლინდება ღერძულ სისტემაში, ასტროლოგიის ვერძის ასტორი, კურო მორიელი და ერთი მედლის ორი მხარეა, მაგალითად თუ ვერძი არის მე, ასტორი არის ჩვენ პარტნიორები, ხო? და ზუსტად ერთი მედლის ორი მხარე პოლარობის პრინციპია. შემდეგი გვაქვს რიტმის პრინციპი, ყველაფერი არის დენადი, ყველაფერი შეედინება და გამოედინება. რიტმის პრინციპი კიდე კარგად ვლინდება ასტროლოგიის ასპექტების ბუნებაში და ტრანზიტებით, მაგალითად მთვარე ჯერ გააკეთებს შეერთებას, რაღაც ჩვენ კონკრეტულ პლანეტებთან, შემდეგ სექსტილს, შემდეგ კვადრატს, შემდეგ ტრინს, შემდეგ ოპოზიციას, ანუ რიტმულად მოძრაობს და შემდეგ დაუბრუნდება ისევ თავის საწყის წერტილს. შემდეგი გვაქვს მიზეზისა და შედეგის პრინციპი, რომელიც იგივე კარმის კანონით არის ცნობილი და ყველა მიზეზს აქვს საკუთარი შედეგი. თუ აწმყოში მე არ ვაკეთებ არაფერს, არ უნდა მქონდეს მომავალში რაღაცა სასწაულების მოლოდინი, იმიტომ რომ შენ თუ გინდა რაღაც დადგეს, რაღაც კონკრეტული მომავალი, შენ აქ აწმყოში უნდა გააკეთო გადადგა ნაბიჯები იმ კონკრეტული მომავლისკენ. შემდეგი გვაქვს სქესის პრინციპი, რომელიც
პირდაპირ სქესის სახით ვლინდება გინდა პლანეტებში, გინდა ზოდიაქოს ნიშნებში. გვაქვს დადებითი მდედრობითი სქესის პლანეტები, მდედრობითი სქესის ნიშნები და მამრობითი სქესის პლანეტები და მამრობითი სქესის ნიშნებიც. შემდეგი რაც მინდა განვიხილო, ეს არის ახალი მიდგომის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ დღეს მთლიანობაზე, რომ შევაჯამოთ ეს მთელი ლექცია და კი ზოგადად ასტროლოგიის სწავლა ესე მიმდინარეობს, რომ რაღაც ნაწილებად უნდა დაიყოს ეს, ცალკე უნდა ვისწავლოთ ნიშნები, ცალკე უნდა ვისწავლოთ სახლები, ცალკე პლანეტები, ცალკე ასპექტები, მაგრამ გაერთიანება და სინთეზი არის ასტროლოგიის ხელოვნება და ზუსტად აი ეს ამ ყველაფრის სიღრმისეული ცოდნა გვჭირდება იმისთვის, რომ შემდეგ შევძლოთ სინთეზი და გაერთიანება. სანამ ბუნებაში ჩვენ ვერევით უხეშად, ვაყენებთ გაუცნობიერებლად, თუმცა მეტ ზიანს საკუთარ თავს. ეს იქნება ეკოლოგიური კრიზისი, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ. ზუსტად არის აშკარა შედეგი იმის, რომ ადამიანი ცოდნას იყენებს სიბრძნის გარეშე, ანუ სისტემის მთლიანობის გაგების გარეშე, სწრაფი შედეგების მიღების სურვილში. ეს არის ფსიქიატრები იყენებენ შოკურ თერაპიას, წამლებს და ძალიან ხშირად ისმის ის, რომ რაღაცა სიმპტომებს კურნალობ, მაგრამ არა დაავადებას, ხო? ფერმერები პესტიციდებს მოყავს მოსავალი, მაგრამ რად გიჯდება, ხო? ამ მოსავალის იმ მიწასაც აზიანებ, იმ პროდუქტსაც აზიანებ და საკუთარ ჯანმრთელობასაც იზიანებ და მომავალში შვილებსაც აღარ უტოვებ ალტერნატივას რაღაცეების. მოკლედ, ამ ყველაფერზე დაფიქრება გვმართებს თუ რეალურად გვინდა, რომ რაღაცა განვითარების კენ წავიდეთ, რაღაც ნაბიჯები გადავდგათ. ასტროლოგიის არსი ზუსტად იმაშია, რომ ყველა ფუნქციური აქტივობა ადამიანის ცხოვრებაში 10 ძირითად პლანეტარულ სიმბოლოს დაუკავშიროს, რომელთაგან თითეული კონკრეტული აქტივობის ტიპს წარმოადგენს. საერთო ჯამში ზუსტად ეს აქტივობის ტიპები აყალიბებენ პიროვნების მთლიან სურათს. ეს ორგანული მთლიანობა ინდივიდუალური ადამიანი არსებითად არ განსხვავდება იმ თითქმის უსასრულო, დიდ, მოწესრიგებულ მთლიანობისგან, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ სამყაროს. ფაქტობრივად, ყოველი ინდივიდი სამყაროს მთლიანობის კონკრეტულ ასპექტს წარმოადგენს, რომელიც კონცენტრირებულია სივრცისა და დროის ერთ კონკრეტულ წერტილში და ზუსტად იმ საჭიროებას ერგება, რომელიც არსებობის დამოუკიდებელ ფორმაში შესვლის მომენტში არის საჭირო. როგორც დავინახეთ, ასტროლოგია უბრალო ვარსკვლავთა დაკვირვება არ არის. ასტროლოგია არის სამყაროს ადამიანის და დროის ურთიერთკავშირის ძიება, რომელიც დაიწყო 1000 წლეულების წინ და გრძელდება დღემდე. ნახეთ ჩვენ რაში გამოიყენებდნენ ძველი შუმერები, ბაბილონელები და ეგვიპტელები და დღეს რაში გამოიყენებთ ჩვენ ამ ყველაფერს. და ზუსტად ვისაც ასტროლოგია, ზუსტად გვასწავლის ასტროლოგია, რომ თუ რა ხდება გარედან, თუ რა ხდება ჩვენ შიგნით, ის აიხსახება აუცილებლად გარეთ, ხო? ასტროლოგია გვიბიძგებს, რომ გამოვიკვლიოთ ჩვენი შინაგანი სამყარო და დაუსვათ ჩვენ საკუთარ თავს კითხვები და მივიღოთ პასუხები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ასტროლოგია არავითარ შემთხვევაში არ არის ფატალისტური და ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია ასტროლოგია თვით განვითარებისთვის. ეს მინდა გახდეს ეს ერთი ლექცია. საფუძველი თუ თქვენ ნამდვილად გაინტერესებთ და დაგაინტერესებთ შემდეგ ესეთი ტიპის ლექციები, მე აუცილებლად დავასრულებ ერთი ნატალური ასტროლოგიის ერთ კურსს და ჩაგიწერთ ესეთ ვიდეოებს, თუ რა თქმა უნდა იქნება უკავშირი. ეხლა მადლობას გიხდით მოსმენისთვის, ყურებისთვის და გემშვიდობებით, ნახვამდის, მიყვარხართ.